რვა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა საერთო განცხადება, ჩვენ ავირჩიეთ ერთიანობის გზა, ივანიშვილის არჩევნებს უცხადებთ ბოიკოტს, იმიტომ რომ ეს არ არის არჩევნები, ეს არის რუსული სპეცოპერაცია და ცხადია ჩვენ ამაში არ მივიღებთ მონაწილეობას და მათ შორის ოპოზიციასთან ერთად, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად ვიწყებთ წინააღმდეგობის ახალ კამპანიას, რომელიც იქნება მეტად ეფექტური და მოიტანს კონკრეტულ შედეგს. ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს, ვინაიდან მათი არადემოკრატიული ნაბიჯები, ადამიანების გატაცება, რეპრესია, რომელსაც ჩვენ უყურებთ და მათ შორის კანონის უზენაესობის გაუქმება, მოითხოვს ჩვენი საზოგადოების მხრიდან მკაცრ შეფასებას და ეს მკაცრი შეფასება, რა თქმა უნდა, მოხდეს ქუჩაში. ჩვენ ქუჩა ავირჩიეთ, როგორც წინააღმდეგობის გზა და სწორედ ეს გზა და ეს ფორმულა მივიყვანს წარმატებამდე. ჩვენ ასე გვჯერა. ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები, ჩვენ ბოიკოტს უცხადებთ ივანიშვილის არჩევნებს, რომელიც არის რუსული სპეცოპერაცია, ჩვენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ჩვენ ავირჩიეთ ერთიანობის, ბოიკოტის, აი ამ რუსული სპეცოპერაციის ბოიკოტის და წინააღმდეგობის გზა. და აი ამ გზაზე ვართ მტკიცე და რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებასთან ერთად ივანიშვილს დავამარცხებთ. თუ როგორ იქნება დამარცხების კონკრეტული ფორმულა და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას თითოეული თქვენგანი ძალიან მალე ნახავს. არჩევნების დღეს როგორ ხედავთ ამ კითხვას? არანაირი არჩევნები არ არსებობს, არსებობს რუსული სპეცოპერაცია, გენერალური სპეცოპერაცია, რუსული სპეცოპერაცია 2024 წლის 26 ოქტომბერში ჩატარდა, ახლა იგეგმება რუსული რეჟიმის ჩაბეტონება ახალი რუსული სპეცოპერაციით, რომელიც დაგეგმილი აქვს ივანიშვილს 4 ოქტომბერს და რა თქმა უნდა, დემოკრატიული ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა და ქართული საზოგადოება ერთიანობით, ბოიკოტით და რა თქმა უნდა, წინააღმდეგობით დადებს კონკრეტულ შედეგს და ეს კონკრეტული შედეგი სწორედ აირეკლავს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას. როგორ აფასებთ უშუალოდ იმ პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც ვიცით, რომ უკვე გაცხრებულად აპირებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მათ შორის ლეილო და კახელი. ჩვენ პირდაპირ ვიძახით, რომ ივანიშვილის ქმედებები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა, კანონის უზენაესობის გაუქმება, საქართველოს პოლიტიკურად არამხოლოდ იზოლაციაში შეიყვანა, არამედ უკვე არის კონკრეტული სიგნალები, რომელიც ემუქრება ჩვენ ქვეყანას ფინანსური თვალსაზრისით. შესაძლოა საქართველოს შემოდგომაზე ჩაეხსნას საერთაშორისო გადარიცხვების სისტემას და რა თქმა უნდა, ეს იქნება საკმაოდ დამანგრეველი რეჟიმისთვის, მაგრამ ქვეყნისთვისაც. ამიტომ აქამდე რო არ მივიდეს საქართველოს, ჩვენი ქვეყანა, მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ ერთიანობა და ვართ კიდეც ერთიანები, რვა პოლიტიკური პარტია ვაპირებთ საერთო ბრძოლის გაგრძელებას და რა თქმა უნდა, წინააღმდეგობით ვაპირებთ ივანიშვილის დამარცხებას. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკურად იზოლაციაში მოქცეულ ხელისუფლებასთან, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან, რეალურად რუსულ პარტიასთან შევიდეს რუსულ სპეცოპერაციაში, ეს მათ გაანადგურებს, პირდაპირ ვიძახით, პოლიტიკურად დაასრულებს და ცხადია ჩვენ პოლიტიკურად განადგურებულ, დასრულებულ პოლიტიკურ ძალებთან, დემოკრატიულ ოპოზიციასთან აღარ გვაქვს საქმე, ეს არის რეალურად ივანიშვილის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ივანიშვილის ამოცანებს ასრულებენ. ჯაფარი წერილს ჰქონდა გუშინ სტატუსი, რომ ვიცით არჩევნები გადადება, მაგრამ მოსახლეობასთან ერთად მაინც შევალთ ამ ბრძოლაში. შეაფასეს ეს გირჩი, ასე რომ პარტიულ ლიდერებისთვის იფუძიანო მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას რეგიონებში ართმევენ მხარდამჭერებს. აი თქვენი აზრი რო გითხრათ, რა არის ლელოს მიზანი, სტრატეგია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტმა მოუწოდა და მაინც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ივანიშვილის რეჟიმი არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ უკვე ფინანსურად ექცევა იზოლაციაში. შესაბამისად, ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით ყველაფერს დაარქვა სახელი. ივანიშვილი არის კლასიკური ტიპის ჯაყო და ჯაყოსთან დაწოლა
მხოლოდ და მხოლოდ გაანადგურებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ამ ნაბიჯს გადადგავენ. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, სად ვიმყოფებით, რა ბრძოლაში ვართ, წლებია ამ ბრძოლაში ვართ, ჩვენ ვართ გამოცდილი პოლიტიკური ძალა ამ ბრძოლაში და რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებასთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ. და ცხადია, ვინც ამ ბრძოლაში ვერ უძლებს იმ რეპრესიებს, იმ ძიმე სპირალს, რომელშიც ვართ ყველა ერთად. ცხადია, გასაგებია მათი გადაწყვეტილება, ეს არის ქართული ხალხის წინააღმდეგ მოქმედება და ვისაც არ სურს შეასრულოს ქართული ხალხის მოთხოვნა, არ აირეკლავს ქართული ხალხის მოთხოვნას, ისინი პოლიტიკურად დასრულდებიან ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, წარსულებზე, გარდაცვლილებზე, პოლიტიკურად გარდაცვლილებზე ჩვენ აღარ ვაპირებთ დიდხანს ვილაპარაკოთ. ასუსტებს ლელოსი და გახარიას პოზიცია ოპოზიციურ ფლანგს. ბატონო? ასუსტებს თუ არა ოპოზიციურ ფლანგს გახარიას და ლელოს პოზიციას. პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიიღებენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ისინი აღარ არიან ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, ისინი თამაშობენ ივანიშვილის თამაშს, მზად არიან რუსული სპეცოპერაციის ნაწილი გახდნენ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კლასიკური ტიპის ჯაყოსთან როდესაც აპირებ დაწოლას, ცხადია ეს პოლიტიკური დასასრული. ბადრი ჯაფარიძე იქვე წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება და ზურაბიშვილიც მის პოზიციაზეა. ჩვენ ავირეკლავთ ქართული ხალხის მოთხოვნას, ჩვენ ვასრულებთ ქართული ხალხის მოთხოვნას, საჭიროა ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება, საჭიროა დემოკრატიული ტრანსფორმაცია, კანონის უზენაესობის აღდგენა, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა და ამ კორუმპირებული კლეპტოკრატიული რეჟიმის გასამართლება, რომელიც კანონის წინაშე უნდა მოხდეს დამოუკიდებელ მარსაჯულების პირობებში. და ცხადია ის პოლიტიკოსები, რომლებიც აი ამ პარადიგმას აცდნენ, ცხადია აცდნენ ქართული ხალხის ნებას და შესაბამის შედეგებსაც მოიმკიან. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ეხა პოლიტიკური პინგ-პონგი უკვე დიდი ხანია დამთავრებულია ქვეყანაში, ყველაფერი არის ცხადი, ყველაფერი არის ნათელი და ჩვენ ვხედავთ, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილია რუსული სპეცოპერაცია, ამიტომ ქართული ხალხი ამ რუსულ სპეცოპერაციაში არ აპირებს შესვლას და ვინც შევა ამ რუსულ სპეცოპერაციაში დაისრულებს პოლიტიკურად თავს. გუშინდელ საბაჯიქიას ამბავზე კითხავთ, იყო დანაზე სპეკულაციები, თუმცა როიტერის და ტელე-პირველის კადრებშიც ნათლად ჩანს და მაინც შეგხვდეთ ჩვენ. ქვეყანაში არსებობს კანონის უზენაესობა, მურუსცი ჩინჩალაძის კლანი არის თავიდან ბოლომდე სანქცირებული, საგამოძიებო უწყებები, ბრალდების მხარე არის შეიარაღებული პოლიტიკური არგუმენტებით და არა სამართლებრივი არგუმენტებით, აღარ არის სასამართლოში მსჯელობა, შეჯიბრებითობა და ის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები, რაც ჭირდება ესეთ საქმეებს განსახილველად, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს ბნელ ოთახში, სადაც მედიას აღარ უშვებენ, იმიტომ რომ რეჟიმი ასამართლებს ახალგაზრდებს ქვეყნის სიყვარულისთვის. და ეს არის მძიმე რეალობა. ამ მძიმე რეალობაში ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა და ერთადერთი გზა არის აქედან გამოსასვლელად ერთიანობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობს. ივანიშვილისთვის და ივანიშვილის გუნდისთვის კონსტიტუციური პრინციპები არაფერია, მათთვის მთავარი პრინციპი არის ივანიშვილის პოლიტიკური ნება, რომელიც ჩვენ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, აპირებს რუსული სპეცოპერაციის განხორციელებას 4 ოქტომბერს და იმას, რასაც ვხედავთ ჩვენ ბნელ ოთახში, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი და დაჯგუფება უწოდებს სასამართლოს, ეს სასამართლო არ არის. ეს არის რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტი რუსული ძალების და ასამართლებენ ახალგაზრდებს ქვეყნის სიყვარულისთვის. ანუ ამბობთ, რომ როიტერი და ტელე-პირველი ციტულებია ამიტომ. კიდე გავიმეორო? ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში. თქვენი კითხვის პასუხი არის ის, რომ კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ არის, ადამიანის უფლებების სისტემურად ირღვევა, არ არსებობს მართლმსაჯულება, არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო და ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ბნელი ოთახი, რომელსაც ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ უწოდა სასამართლო. ეს არის ცრუ სასამართლო, ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის ის საერთაშორისო პრინციპი, რომელიც ჭირდება მსგავსი პოლიტიკურ საქმეებს. და კადრები უკაცრავად საბაჯიქია, ახალგაზრდები
რომლებიც რუსთაველზე იცავდნენ კონსტიტუციურ პრინციპს, კონსტიტუციურ დანაწესს, რომელსაც გადაუხვია რუსულმა რეჟიმმა. ეს არის ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქის უფლება. ეს უფლება აღკვეთა ძალადობრივად ივანიშვილის რეჟიმმა. ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყანაში გასამართლდება იმის გამო, რომ არის ქვეყანაში დემოკრატიული უკუსლა, ადამიანის უფლებები არის სისტემურად დარღვეული ამ თვალსაზრისით და კანონის უზენაესობა, რასაც ნიშნავს, იმას ჩვენ ვერ ხედავთ სასამართლოში. ჩვენ სასამართლოში ხედავთ ივანიშვილის ინსტრუმენტებს, რომლებმაც დაერქვეს მოსამართლეების სახელად. ესენი არ არიან მოსამართლეები, ესენი არიან ჯალათები. ჯალათები არა მხოლოდ ეს შეფასება ქართული საზოგადოების მხრიდან არსებობს, არამედ არსებობს საერთაშორისო შეფასება ამის და საერთაშორისო სანქციები ამის ნათელი მაგალითია. ივანიშვილის გუნდი და ის დაჯგუფება, რომელიც არის მოკალათებული მარცხაჯულების სისტემაში, არიან მარილის ლოდები და კეთროვანები, პოლიტიკურად კეთროვანები. ისინი ვერ გააგრძელებენ თავის საქმიანობას ძალიან მალე, ვინაიდან ქართველი ხალხი მათ გასცემს შესაბამის პასუხს. აი ამაზე კი არა, ახალგაზრდა ადამიანი 4 წლითა და 6 თვით რომ გაუშვეს ციხეში, ბნელ ოთახში რომ ჩაატარეს სასამართლო პროცესი, ეს არ გაწუხებთ? მე გპასუხობთ. სამჯერ გიპასუხეთ და შემოგიბრუნებთ კითხვას. ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იცავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციურ დანაწესს, რომელსაც გადაუხვია ქართულმა ოცნებამ ირაკლი კობახიძის განცხადებით. ამ ადამიანმა დაიცვა საქართველოს კონსტიტუცია და მთავარი პროვამბულა ჩვენი კონსტიტუციის და იმის ნაცვლად, რომ ასეთი ახალგაზრდები იმარჯვებდნენ ქვეყანაში, ჩვენ ვხედავთ რუსულ ინტერესებს, რუსულ სპეცოპერაციას და რუსული სტილის სასამართლო პროცესებს, რომელიც სტარტდება ბნელ ოთახში, სადაც აღარ არის შეჯიბრებითობა, აღარ არის სამართლიანობა, ეს არის რეპრესია. და ამ რეპრესიის პირობებში ძალიან სამწუხაროა კიდევ კვლავ რო არსებობს შეკითხვა, რომელსაც თქვენ სვავთ, იმიტომ რომ ყველაფერი არის ნათელი და ყველაფერი არის სააშკარაოზე. ამ ყველაფერს ქვია რეპრესია, რუსული რეპრესია, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი და ძალიან მალე, უმოკლეს დროში გაეცემა ყველაფერს პასუხი ქართული საზოგადოების მხრიდან. და რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც პოლიტიკური ძალა, ვიქნებით ამ ფერხულში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლები. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფებმა იმ ორგანიზაციების გამოაქვეყნა, რომლებსაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს საქმიანობა და რომლებიც ევროკავშირისგან ყველაზე მეტ ფინანსებას იღებენ. რაში ხარჯავენ ფულს? ეს არის სამთავრობო ორგანიზაციები, არიან რამდენიმე ქართული სამთავრობო ორგანიზაციები არის სიაში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ რისთვის იხარჯება ეს? მე მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილის კლანი დაჯგუფება მოქმედებს წმინდა კრიმინალური სტილით და სთხოვს ყოფილ მაღალჩინოსნებს 300, 400, 500 მილიონს, რომელიც არის ბიუჯეტიდან ნაძარცვი, ქართველი ხალხის ჯიბიდან არის ნაძარცვი და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაასწოროს მიზანი და დაინახოს რეალობა. რეალობა არის ის, რომ ქვეყანაში ყოფილ მაღალჩინოსას აჭარის რესპუბლიკას რომ მართავდა, ავტონომიურ რესპუბლიკას რომ მართავდა, თხოვენ ფულს და ამ ფულს თხოვს კრიმინალური დაჯგუფება სავარაუდოდ. არსებობს გონიურული ეჭვი, დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქვეყანაში არსებობს ჩრდილოვანი კრიმინალური სტრუქტურა, რომელიც ივანიშვილის დავალებით აკულაკებს ყოფილ ქოც ლიდერებს და ჩემი აზრით თქვენს და ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა უნდა დაინტერესდეს ესეთი საქმეებით და რა იმ ორგანიზაციებით, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ფინანსური დახმარებით ახორციელებდნენ პროექტებს, რომელიც ემსახურებოდა დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას. ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ანუ გულისხმობ იმას, რომ კრიმინალური, კორუფციული ფაქტები უფრო უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე და არა ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში იცავენ ქვეყანაში დემოკრატიულ წესრიგს და არა მხოლოდ იცავენ, თავიანთი პროექტებით ახალისებენ ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვას
და ადამიანის უფლებების სისტემურ მოწესრიგებას. და ხელისუფლებას რასტრუბის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას იწყებს, რასაც საუბარია, რომ 20 იუნის სპეცოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიება ჩატარდესო. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს გამოძიება წარიმართოს? ჩემი აზრით 20 ივნისის საქმეს აქვს ორი სიფრთხე, ეს არის პოლიტიკური და ეს არის სამართლებრივი. რაც შეეხება პოლიტიკურს, ყველას გვახსოვს, ვინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ვინ დაუთმო სავარძელი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი გავრილოვს, ეს იყო ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძემ შეასრულა რუსული ინტერესები იმ დროს და ჩვენ მათ შორის გვჭირდება სამართლებრივი მათ შორის განმარტებაც ამ ყველაფრის, თუმცა ეს შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მურუს ჩინჩალაძე და პოლიტიკურად მიკერძოებული საგამოძიებო სტრუქტურები არსებობს. როდესაც იქნება ქვეყანაში თავისუფალი მართლმსაჯულება და საგამოძიებო ორგანოები გათავისუფლებიან პოლიტიკური დავალებებისგან, რა თქმა უნდა, სამართლებრივად შეფასდება 20 ივნისი. ხოლო პოლიტიკურად რაც შეეხება, თავიდან ბოლომდე ამაზე პასუხისმგებელი არის ირაკლი კობახიძე. და საპოლიციო ძალების რეზოლუციაზეც გითხავთ? იგივე თემაზე და მე უშუალოდ საპოლიციო ძალების მხრიდან ძალის გაჭარბებასთან დაკავშირებით კითხვები თუ არის და ვის შეიძლება იყოს ადრესატი. კი, არა მხოლოდ კითხვებია, ჩვენ ვიხილავ კონკრეტული დანაშაული, რომელიც იწყება პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან და სრულდება კონკრეტული საჯარო მოხელეების ქმედებით. პოლიტიკური შეფასება ამის არის ის, რომ ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც სავარძელი დაუთმო გავრილოვს და ჩვენ ვნახეთ საპოლიციო ძალების არაპროპორციული ძალის გამოყენება, რომელმაც არაერთი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად დააზიანა, თან ისე დააზიანა, რომ მისი აღდგენა, ფიზიკური ნაკლის აღდგენა ვერ მოხდა. და ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა პოლიტიკურად ამაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში არის ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება, რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ამის შეფასება მოხდება მას შემდეგ, როდესაც მართლმსაჯულება და საგამოძიებო ორგანოები იქნებიან დამოუკიდებლები. გიორგი გახარიას თუ ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა. მთლიანად ქართულ ოცნებას ეკისრება პასუხისმგებლობა. ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც გითხავთ, უშუალოდ რეზოლუციის მნიშვნელობა და იმ მოთხოვნების მნიშვნელობაზე რა გავაკეთებთ, რაც არის ამ რეზოლუციაში. ევროპარლამენტის რეზოლუცია ყველა კითხვაზე სცემს პასუხს და ეს პასუხი არის აბსოლუტურად ნათელი, არტიკულირებული და აღარ საჭიროებს ზედმეტ განმარტებას, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმურია მთავრობა, ივანიშვილი არის თავიდან ბოლომდე რუსული რეჟიმი და ჩატარებული არჩევნები, ბოდიში დაგეგმილი არჩევნები 4 ოქტომბერს არის ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია, სადაც მონაწილეობა დემოკრატიული ოპოზიციის მხრიდან არის ღალატი. ღალატი არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ ღალატი ევროპული ღირებულებების. ამოწურად გადავიდეთ კადრებზე. და აქამდე რატო ვერ გამოიწვევს? აქამდე გახარია ის იყო სუპერძალოვანი მინისტრი და სიმღერებს და დიდ ამბებს უძღვნიდნენ და ეხა გახარია რა ვიცი, ისო მაგათან წევს და როგორც ჩანს არ მოეწონა რაღაც. აი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ კადრებისთვის ხო? არანაირი თვითმმართველობის არჩევნები არ არსებობს, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში ჩაატაროს კიდევ ერთი რუსული ორგანიზებული დანაშაული და ცხადია ამ სპეცოპერაციაში დემოკრატიული ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა, რვა პოლიტიკური ძალა არ მიიღებს მონაწილეობას. ნებისმიერ თემაზე? მაგრა დაცხა. ბატონო? კი. ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო
დიდი ბრიტანეთი, ბრიტანული კომპანიები არა მხოლოდ წლები, არამედ საუკუნეებია ფუნქციონირებენ შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, მათ აქვთ ეკონომიკური ინტერესები ქვეყანაში, საქართველოშიც, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის აუზში და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები და ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკური კლიმატი რეგიონში, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მშვიდობის პარადიგმა და როგორ უნდა მოხდეს ერთიანი კავკასიის ფორმირება. ჩვენ ხედავთ რა ხდება სომხეთის რესპუბლიკაში, ხედავთ რა ხდება აზერბაიჯანში, ხდება რუსული გავლენების შესუსტება, რუსეთის გაძევება რეგიონიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ბრიტანეთთან ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი და გვაქვს.